უნებიან რომ ის უკვე კავშირზეა, მას ჩავრთოთ სტრასბურგი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა ახლაც მიმდინარეობს, თუმცა მე მგონი უკვე კენჭისყრა დამთავრებულია, ზურა ამ შემთხვევაში ბოლო ინფორმაციასაც მოგვაწვდის და ინფორმაციის მოწოდებასთან ერთად გვეტყვის რა პირობებით იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, ზურა გისმენთ. მოგესალმებით. ტექსტი მანამდე იყო გამოქვეყნებული დრაფტირანს იყო, მაგრამ ყველას ინიციატივები დაინტერესებდა. აქ იყო საკითხი, შევიდეთ რა შეგვიძლია განხორციელებები, მათ შორის სამიწება ხონდა დაგენებული ათულოცნებას, ეს სულები გეხებოდა ერთი იმას, რომ დინამატაში იყო ახალი არჩევნების ხსენება. მეორე ის, რომ ბოლო პერიოდში საუბარი იყო ის, რომ ასამბლეა დაუბრუნდება აპრილში საქართველოს დელეგაციის მოსილების მიიწება არ მიიწების საკითხს, ამ რაფის შესაძლოა პიროვნების შეასრულებელი მომწადებულია ამ პროცესს გამოაწვევენ და მესამეზე იყო უბრალოდ ბლა-ბლა-ბლა ტერმინი რაღაც მიზანდა ისანაცო ევროსაბჭოსთან და ანუ სამივე ცვლილება დიდი უმრავლესობით ასამბლეამ ჩააგდო. იქით განყოფილების შემთხვევაში დაამატეს ტექსტში სადაც ეწერება ახალი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს აპრილამდე, ჩაემატა სიტყვა საპარლამენტო, რომ იმეს რამე კითხვის ნიშანი არის გაუწეს იმას დაკავშირებით, თუ რომელ არჩევნებზე და რატის არჩევნებზე არის საუბარი. აქ განწყობა დარბაზშიც ალბათ თუ უსმები გამოსვლით ნახავდით, რომ ყველა პრინციპულად ყველა გამოსვლელი ერთის გარდა საუბრობდა იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში არის. 4 წლის განმავლობაში აქცენტი არის ბევრი დელეგაცია არის საქართველოსთან არის ფედერალ თუ არა სხვადასხვა დეპუტატებთან იღებენ ახლა ფოტოებს და მე გამოვეცი ჩარტის გამო, მაგრამ ბევრი იმუშავეს ამ ხალხმა, რომელიც აქ არის გამოსული დილის 9-ის ნახევრიდან 8 საათიდან ყოველ დღე შუაღამემდე იყო შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებთან და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, მათ შორის შემდგომში ჩამოტანილი უამრავი მასალები, რომელიც დაურიგეთ და ეს მასალა მათ შორის ერთ-ერთი ბროშური, რომელიც ჩამოტანილი იყო ერთ-ერთმა ბრიტანელმა ლორდმა აფრიალა კიდევაც პასუხად მიტანაძის თავშებურ გამოსვლაზე აჩვენა ფოტოები და ნაწამები ადამიანების და ეკითხებოდა ეს რა არის, რასაც ხედავთ აქ როგორ ლაპარაკობს საერთოდ დემოკრატიაზე საქართველოში. და ჯამში ამუშავა ჩვენ თვალს ვადევნებდით კიდეც და ალბათ მოგვიანებით კიდევ უფრო მეტ დეტალს ამ დებატებთან აკავშირებით ტელემაყურებელს ვაჩვენებთ. აშკარა ძალიან კარგად ინფორმირებული აღმოჩნდა საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციების უმრავლესობა, მაგრამ აღსანიშნავი ფაქტი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დღეს მოხდა არის ის, რომ პირველმა საერთაშორისო ინსტიტუციამ, ამ შემთხვევაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, რეზოლუციაში, დოკუმენტში პირდაპირ ჩაწერა საქართველოში ამ თვეების განმავლობაში, რაც შეიძლება სწრაფად და აქ აპრილის ვადა არის მოცემული, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოწოდება და აუცილებლობა. ეს არის ალბათ ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც შეფასებას საჭიროებს თქვენი მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან ითქვა, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს, ისინი იქ იქნებიან წარმოდგენილი თუ არა, თითქოს ეს დიდი არაფერი, მაგრამ თქვენი ძალისხმევა რისთვის ჩაიდო, რა შედეგების მომტანი იქნება ეს, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოში იმ მიზნების მისაღწევად, რის გამოც ახლაც თბილისსა თუ ბათუმში ხალხი ქუჩაში დგას. ჩვენი პრინციპული პოზიცია იყო, რომ სამი საკითხი იყო გათავისუფლებული, ერთი საკითხი ეს არის პოლიტიკურების უპირობო გათავისუფლება და მათ შორის ნახავდით, რომ გამოსვლებში რამდენიმე მახსენა კონკრეტულად ზიამაღლობელის სახელი დაგვარი, იმიტომ რომ დღეს მთელი დღე შეხვედრები მარტო ზიადე საუბარზე დავხატეთ და უსმენ როგორც კრიტიკული სიტუაცია არის და ეს არ არის რაღაცა საკითხი, რომელიც შეიძლება ხوارი ლაპარაკებდეს და გილაპარაკოთ. დღეს არის რაღაცა დასაკეთებელი, ამიტომ პოლიტიკურების გათავისუფლების საკითხებზე ამაღლობელი იყო ერთ-ერთი საკითხი, მეორე საკითხი იყო ცხადია ახალი არჩევნების თემა, რომ საქართველოს მეჩატარდეს ახალი პარლამენტო არჩევნები და ეს არის ერთ-ერთი გზა, რომ მოხდეს პოლიტიკური კრიზისის განმტკიცება და მათ შორის არჩევნები აღმოჩნდეს იმ წესით და იმ პროცედურებით და იმ ადმინისტრაციით, როგორც ეს მოხდა 22 ოქტომბრის პრინციპული ცვლილებები გამოხდეს ადმინისტრაციის წესებში შემდეგ ეს ფაქტია და მესამე საკითხი იყო მუდალადობის და დალადობის ორგანიზატორების დარგა ამ ადამიანების ინდივიდუალურ განმავლობაში. ეს სამი საკითხი მოხდა ამ რეზოლუციაში. თავიდან აზრები იყო გაყოფილი ორად და ჩვენ ამაზე საუბრობდი ამ პროცესის განმავლობაში. აქ იყო ხალხი და ეს გამოსვლებში
ამ ყველაფრის გამო რაც ხდება საქართველოში საერთოდ უნდა შეუჩერდეთ უზრუნველყოფა ათუ დელეგაციას და არ უნდა ვაღიაროთ უნდა თავპარლამენტიდან და ნახოთ რამდენი ბიტარების გამოსვლა ეს რომელიც ყოველდღე გამოსვლამდე ხავს ასეთი ყოველდღიური ნორმალური დეპუტატის გამოსვლა თუმცა საბოლოო ჯამში მეორე აზმა გაიმარჯვა რომელმაც ინიციატივა მიეცეთ ვადა აპრილამდე შეუძლიდეს ყველა უფლებები და მართლა ყველა უფლება შეუძლიდეს ახალ არქიტექტურის დელეგაციის ერთადერთი უფლება და დაუწყოს არის დარბაზში შეცვლის უფლება იმისათვის რომ მოახსენონ ასრულებენ თორე ინტერვიუს პოლიტიკალის რეზოლუციას. სხვა ყველა უფლება რომელიც დელეგაცია არ აქვს და ივანიშვილის დელეგაციას არ აქვს ჩაუხსნეს დაუწყოს მარტო დარბაზში შევიდნენ და უცხოან ასრულებენ თუ არა ამბობენ. მადლობა ზურას მივცემ შესაძლებლობას იქ ყოფი ქართული დელეგაციის თავის კოლეგების შემადგენლობა შეუერთდეს